გულისრევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. რატო გვერევა ხოლმე გული? ზოგადად არის დამცველობითი, ევოლუციურად ადამიანები როცა რაღაცა შეჭამდნენ მომწამლავს, ორგანიზმის დაცვა იყო, რომ გული არეოდაც და ამოსულიყო. გულისრევა და ღებინება განსხვავებულებიან, თუმცა სინონიმებად ხმარობენ ხოლმე. გულისრევა არის გრძნობა, ღებინება არის პროცესი, როცა ამოდის. გამორთხილებელი ფორმაა, მოკლედ ღებინების გულისრევა, როცა ადამიანს აქვს შეგრძნება, ძლიერი შეგრძნება, რომ ეხლა აღებინებს, ამას სახენ გულისრევას ღებინება უშუალოდ პროცესია, როცა კუჭში რაც არის, ამოდის ის ზევით და ამას აღებინებს ადამიანი. პროცესი არის ზოგადად პირიქით ამ დროს რა, ანუ სინამდვილეში ნორმაში ორგანიზმი და საწვისმონელებელი სისტემა იკუმშება ისე, რომ საჭმელი ზევიდან ქვევით წავიდეს ორგანიზმში, ღებინებისას ხდება პირიქით, ანუ პირიქით იკუმშება ისე, რომ საკვები ამოვიდეს ზევით. ხშირია ღებინება, დაახლოებით ადამიანების 30% აქვს წელიწადში ერთხელ, ყოველ მესამე ადამიანს წელიწადში ერთხელ მაინც აქვს ღებინების რაღაც ეპიზოდი, სხვადასხვა მიზეზის გამო. ძალიან ხშირია, მაგალითად ორსულებში ყოველ მეორე ორსულს აქვს გულისრევის ღებინების შეგრძნება. ესეც დამცველობითია ევოლუციურად, რადგან ბავშვი განვითარების პირველ 3 თვეს, მუცლადყოფნის პირველ 3 თვეს განსაკუთრებით გრძნობიერია ტოქსინების მიმართ, ვირუსების მიმართ და იმისთვის, რომ დედა დაეცვა, გამძაფრებული გრძნობელობა აქვს სუნებზე, გულიერება, ანუ ის, რომ არ შეჭამოს რამე ისეთი, რაც საეჭვოა, რომ ბავშვზე ცუდად არ ემოქმედა. მაგრამ ადამიანებს ზოგს გადამეტებით აქვს ეს არა კაი. ძირითადად ამას იწვევს ადამიანის გონადოტროპული ჰორმონი, HCG, ეგეთი ჰორმონია, რომელიც გრძნობელობას უმატებს საწვისმონელებელ სისტემას. ამიტომ აქ რომ სხვა სუნებზე რაღაც ის ამ დროს ორსულებს თითქმის 80% რაღაც სუნებზე მაინც. ვირუსული ინფექციები ასევე შემდეგი მნიშვნელოვანი, რაც გულისრევა ღებინებას იწვევს. ვირუსული ინფექციები ნებისმიერი პრაქტიკულად დაწყებული გრიპი და გაციები დამთავრებული ენტეროვირუსებით. არავირუსული ინფექციები, ბაქტერიები, ამ პარაზიტები, ჭიები ნებისმიერმა შეიძლება გამოიწვიოს. რა არის მექანიზმი ამ დროს? მექანიზმი არის, რომ ერთი რომ პირდაპირ შეიძლება ვირუსმა დაინფიციროს კუჭი, ნაწლავები და ანთება გამოიწვიოს, დააზიანოს უჯრედები და მე ეს დაზიანება აღიზიანებს ნერვებს და ეგ იწვევს გულისრევა ღებინების შეგრძნებას. მეორე მექანიზმი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კუჭი საერთოდ არ გააღიზიანოს და დააზიანოს ვირუსმა, ორგანიზმში ანთების მედიატორები იმატებს, როცა ინფექცია აქვს ადამიანს, ეს ანთების მედიატორები თავის ტვინზე მოქმედებენ და ღებინების ცენტრს აღგზნებენ და ადამიანს აქვს გულისრევა ღებინება. შემდეგი ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ სტრესის დროს ადამიანს ემართებათ გულისრევა. სტრესის დროს რატო ხდება? ერთი რომ სტრესის დროს როცა ადამიანს ჩაერთვება სიმპათიკური ნერვული სისტემა გაუაქტიურდება, რაც ნიშნავს, რომ ენერგია, სისხლი გადადის კუნთებში, საწვისმონელებელ სისტემა რჩება სისხლის მიმოქცევის დაქვეითებით და ამან ეს აგზავნის სიგნალებს მე თავის ტვინში, რომ რაღაც ისე არ არის და ამიტომ გულისრევა ღებინება შეიძლება გამოიწვიოს. მეორე მიზეზი არის, რომ დოფამინი, სეროტონინი პირდაპირ სტიმულანტებია გულისრევის და დოფამინი, სეროტონინი იმატებს მომენტალურად სტრესის დროს. რა თქმა უნდა, ქრონიკული სტრესის დროს პირიქით აქვეითდება, მაგრამ მომენტალურად შეიძლება მოიმატოს და ამან შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირ ღებინების ცენტრზე იმოქმედოს. სხვა მნიშვნელოვანი მიზეზები არის მგზავრობა, მაგალითად, მგზავრობის დროს რატო ხდება? იმიტომ რომ თვალები რასაც ხედავ, ის ინფორმაცია და ყურში რაც ჩვენი ყურში, შიგნითა ყურში გვაქვს ვესტიბულური აპარატი, რომელიც აღიქვას ჩვენ გადაადგილებას და სივრცეში მდებარეობას და ესე როცა არ ემთხვევა ერთმანეთს, ამ დროს ემართება ხოლმე აღგზნება ასევე ეს ღებინების და გულისრევის ცენტრი და ეგ იწვევს. ასევე კუჭის წყლული, ის გერდი, მჟავის რეფლუქსი, საწვისმონელებელი სისტემის ბევრი დაავადება, პანკრეატიტი მაგალითად ძალიან ძლიერი ტკივილი იცის და ღებინება, საკვებით მოწამვლამ, წამლებმა, მაგალითად ეს ტკივილგამოყუჩებლებმა, ანტიბიოტიკებმა, ქიმიოთერაპიის წამლებმა მნიშვნელოვანი ღებინება იცის, ისეთი რომ წამლები ჭირდება. ინფარქტი, მაგალითად გულის ინფარქტი, რა თქმა უნდა, გულის ინფარქტის მთავარი სიმპტომი არ არის ღებინება, გულმკერდის მიდამოში ძლიერი მოჭერითი ტკივილი, შეტევითი ხასიათის ტკივილი, რომელიც დაპროვოცირებულია რაღაცით, როგორც წესი,
ეგეთია, მაგრამ მაინც ახასიათებს ბევრ შემთხვევაში გულის რევაღებინება. შეიძლება მაგალითად ინსულტმა განსაკუთრებით თუ ჩართულია ღებინების ცენტრი და ტვინის ღერო თუ ჩართულია ამ პროცესში, შეიძლება ან ინტრაკრანიალური წნევა თუ გაიზრდება გულის რევაღებინება გამოიწვიოს ტრამვამ, შეიძლება ძლიერმა ტრამვამ, რაც მნიშვნელოვანი პრობლემის მაჩვენებელია. შეიძლება როცა მაგალითად ნაწლავში ვერ გადაადგილდება საკვები, მაგალითად ნაწლავის იშემიის დროს, სიმსივნის დროს, ასევე თუ კი არის ათეზიები და შევიწროება თუ არის მაგალითად ნაწლავის სხვა მიზეზების დროს, ნებისმიერი რამის დროს, როცა ნაწლავში გვაქვს გაუვალობა და ვერ გადის ადამიანი კუჭი ღებინებას აპროვოცირებს ეს ყველაფერი. ასევე თავის ტვინში მაგალითად თავის ტვინში შეიძლება იყოს სიმსივნე, რომელმაც თუ გაიზრდება ინტრაკრანიალური წნევა გაზარდოს და ასევე გულის რევაღებინება გამოიწვიოს. ახლა ვთქვათ მკურნალობაზე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობა არის დოფამინის ანტაგონისტები და ეს დოფამინის ანტაგონისტები გითხარით რომ დოფამინი არის მთავარი სტიმულანტი ღებინების ცენტრის, ამიტომ თუ დოფამინს შევზღუდავთ, ამ დროს ადამიანს უმცირდება გულის რევაღებინება. მაგალითად დომპერიდონი, მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი ძალიან ის არის პოპულარულია მაგალითად საქართველოში. თუმცა მათი გამოყენება დიდხანს არ შეიძლება, რადგან დოფამინის დეფიციტმა მნიშვნელოვანი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს და შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის დარღვევების შესაბამისად მხოლოდ 5 დღის განმავლობაში არის რეკომენდირებული დოფამინის ანტაგონისტების გამოყენება. ნუ ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა მეტხანსაც გამოიყენება, როცა სარგებელი აჭარბებს რისკს, მაგრამ უმეტესად 5 დღის განმავლობაში. ჰისტამინის რეცეპტორის ბლოკერები მაგალითად, რომელსაც ანტიჰისტამინებს ეძახიან და ეგ სიგნალის გადაცემას ბლოკავს და შესაბამისად გულის რევაღებინების ცენტრში სიგნალის გადაცემა იბლოკება და ასე მცირდება დიფენჰიდრინატი, მეკლიზინი, დიფენჰიდრამინი, ესენი არის ყველა ეს ჰისტამინის ანტაგონისტები, ანტიჰისტამინურებს ეძახიან და შველის გულის რევაღებინებას, მაგალითად მენიერის დაავადების დროს, განსაკუთრებით ყურის ვესტიბულური აპარატის პრობლემების დროს განსაკუთრებით ეფექტურია. თუმცა იწვევენ მოდუნებას, შეიძლება ძილიანობა, შეიძლება სისუსტე და მათი ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ დემენცია და კოგნიტიური დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიონ, რაც ძალიან არასასურველია, რა თქმა უნდა. ასევე გვაქვს ჯინჯერი, იგივე კოჭა, რომელიც ისეც იყიდება და საკვები დამატებაც იყიდება, რომელიც ასევე ეფექტურია, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ასევე კუჭში სეროტონინის რეცეპტორების მოდულაციას ახდენს, კუჭის დაცლას აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვისაც გასტროპარეზია აქვს, ვისაც კუჭინელა ეცლება და მაგის გამო აქვს თქვათ გულის რევაღებინება, განსაკუთრებით ეფექტურია, მგზავრობის დროს ეფექტურია და ამიტომ საშუალო მსუბუქი გულის რევაღებინების დროს მოკლედ კოჭაც ეფექტურია, თუმცა არ მიიჩნევა ძალიან ეფექტურად არ მიიჩნევა მაგალითად ეს ანტიჰისტამინურები და დოფამინის ანტაგონისტები ბევრად უფრო ეფექტურად მიიჩნევა. ანტიქოლინერგულები მაგალითად სკოპოლამინი, ეგეც სკოპოლამინის ტრანსდერმალური პაჩები არსებობს ამ კანზე დასაკრავის, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რომელიც ვთქვათ აი ყურის ქვეშ დაიკრავენ გზავრობის დროს და არაფერი გულის რევაღებინება აღარ აწუხებთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა აქვთ. თუმცა ხანგრძლივად ისიც არ გამოიყენება და სეროტონინის ანტაგონისტები გამოიყენება გულის რევაღებინებების წაგ ქიმიოთერაპიის გამო და მან პირველი რიგის მკურნალობად მიიჩნევა განსაკუთრებით პირველი ფაზას გულისხმობენ, რომ პირველი 24 საათი როცა იწყება გულის რევაღებინება, მაგ დროს ეფექტურია, თუმცა აქვს თავისი პრობლემაც, ახლა სეროტონინის ანტაგონისტებს შეიძლება ის არითმიები გამოიწვიოს, რაც პრობლემაა რეალურად და გულის რიტმის დარღვევები, შეკრულობა, თავის ტკივილი, შესაბამისად აქვს გვერდითი ეფექტები, მაგრამ მაინც პირველი რიგის მკურნალობა, ვინაიდან ახლა ქიმიოთერაპიას ვინც იკეთებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულის რევაღებინების მკურნალობა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.